არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი საქართველოს თავმჯდომარის ელისო კილაძის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სპეცოპერაცია იგეგმება. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ, ლაშა ნაცროშულმა მიიღო დავალება და დაეწყო გამოძიება ერეკლე კოდუას წინააღმდეგ სპეციარაღის შეძენის თაობაზე. ამ გამოძიების ფარგლებში კი მისთვის სახლში იარაღის ჩადება იგეგმება. კილაძის განცხადებით ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელი ქმედება. ელისო კილაძე ვლადიმერ ბედუკაძის სასამართლო პროცესსაც გამოიხმაურა. მისი განცხადებით პროკურორი რეზო ნადოი, რომელიც ბედუკაძის ბრალის წარდგენის დადგენილებას აწერს ხელს, არის სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე და იგი ხალხს ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე ასამართლებდა. კილაძემ ასევე დაასახელა იმ პირების გვარები, ვინც ციხეში პატიმართა წამებაში იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, ეს პირები სასამართლოზე მხოლოდ მოწმის სახით არიან დაბარებულნი. დღესვე ჩემი საქართველოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გია ხუხაშვილმა გადაიბირა სურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენება მისცა ადეიშვილის წინააღმდეგ, არამედ ასევე კოალიციას აწვის ინფორმაციას ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ. ელისო კილაძე დავით ჩხარტიშვილის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. იგეგმება მე რამდენადაც გადმოცეს ინფორმაცია ერეკლე კოდუას სახლში იარაღის ჩადება. ეს გახლავთ კატეგორიულად მიუღებელი ქმედება პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ლაშა ნაცროშულს უნდა ესმოდეს, რომ გენერალ კოდუას სახლში იარაღის ჩადება ნიშნავს სპეცოპერაცია გუნავა 2, რომელიც აუცილებლად ბუმერანგის წესით დაუბრუნდება იმ უწყებას, სადაც ის მუშაობს და ასევე კოალიციას, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ერეკლე კოდუას ცხადია, მათ შორის სახლშიც რამდენიმე ალბათ გაფორმებული იარაღი ექნება. უკვე გახმაურებულია, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მრჩევლის და რუხი კარდინალის გია ხუხაშვილის მეშვეობით ბრჭყალებში გადაბირებულია ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი და მოადგილე დავით ჩხატარაშვილი, რომელმაც არა მარტო ჩვენება მისცა ადეიშვილის წინააღმდეგ, არამედ გახავ ძალიან ბევრ ინფორმაციას აწვდის ქართულ ოცნებას და მის ძალოვან უწყებას ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის თაობას. დაუყოვნებლივ სამართლიანობის აღდგენამ გულისხმობს იმას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პირადად დავით ჩხატარაშვილის საქმიანობის შესასწავლად და მას აკადრისად დაგოს პასუხი